Perაზე მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. გამომძიებლები 42 წლის ნიკა კაპანაძეს სავარაუდოდ კლინიკაში მიაკითხავენ, სადაც ის მკურნალობს. თუმცა ექიმების შეფასებით მისი მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებები მან დაკავებისას მიიღო, როცა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია. ნიკა კაპანაძემ მშობლების კუთვნილ სასტუმროში აიყვანეს მას 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის მკვლელობას და კიდევ 3 პირის მკვლელობის მცდელობას ედავებიან. მარიამ ლეკიაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში, ის ალადაშვილის კლინიკასთან მუშაობს, სადაც ბრალის წარდგენის პროცედურა უნდა გაიმართოს. მარიამ, ხო არ გაირკვა ახალი დეტალები? Სოფო, ამ დრომდე ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება დაკავებული 42 წლის ნიკა კაპანაძე. მისი მდგომარეობა ექიმების განცხადებით არის სტაბილური. ის ალადაშვილის კლინიკაში გუშინ წინ გვიან ღამით შემოიყვანეს, მას შემდეგ, რაც მან დაკავებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს გაუწია წინააღმდეგობა და მათ წინააღმდეგ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი. ის შემოიყვანეს მარცხენა ხელის არეში დაზიანებით და როდესაც ის კლინიკაში მოიყვანეს, მას თითი უკვე ამპუტირებული ჰქონდა, შესაბამისად ექიმებმა ვერ შეძლეს თითის შენარჩუნება. როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებამდე ნიკა კაპანაძე რჩება ალადაშვილის კლინიკაში, როგორც მისი უფლებადამცველი ამბობს, ბრალის წარდგენა დღეს უნდა მოხდეს, რადგან წესდება ასე ითვალისწინებს, რომ ბრალი დაკავებიდან 48 საათში უნდა წაუყენონ დაკავებულს. შესაბამისად, დღეს მისი უფლებადამცველი ასევე გამომძიებლები სწორედ აქ ალადაშვილის კლინიკაში მოვლენ და მას პალატაში წარუდგენენ ბრალდებას. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ჯერ ის ნიკა კაპანაძეს არ გასაუბრებია, არ იცის საქმის დეტალები, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც უფლებადამცველი ამბობს, არის ის, რომ ნიკა კაპანაძეს აუცილებლად ჩაუტარდება ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ვინაიდან ამას სწორედ ბრალდების მხარე მოითხოვს. ბრალზე გვაინტერესებს, როგორ მოხდება დღეს, მოხდება ალბათ ბრალის წარდგენა. გამომძიებელთა უნდა შევათანხმო და შევათანხმო რა გამომძიება ბრალდების მხარეს უნდა გადაწყვეტოს, რომ წარმოდგენს ბრალდას და ნახოთ. აურეკავ და მეცოდინება პირველ ადგილზე. ბატონო ირაკლი, ალადაშვილის კლინიკაში მოხდება ბრალის წარდგენა? ჯერჯერობით არ არის გაწერილი. თუ არ არის გაწერილი, მაშინ ალადაშვილის კლინიკაში მოხდება ბრალის გაცნობა და თუ გამოწერენ და ბეთონზელოთში გადაიყვანა, მაშინ იზოლატორში მოხდება. ესე არის ეს. არ გაგვთ თქვენ ჯერ ინფორმაცია, როდის გაწერენ მას საავადმყოფოდან? მე არ მაქვს ჯერ ინფორმაცია. პირებთ ხო, რომ ნიკას გაესაუბროთ? დიახ, ყველა შემთხვევაში ეს მოვახდენ გასაუბრებას. ვერაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში 4 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი. სამწუხაროდ კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ვინაიდან მას ჰქონდა საკმაოდ მძიმე დაზიანებები და ჭრილობები. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელსაც ბრმატყვია მოხდა, როდესაც ის სახლისკენ მიმავალი ტაქსისში იჯდა. ის ქალბატონი სწორედ ალადაშვილის კლინიკაში იქნა გადმოყვანილი, თუმცა ის გუშინვე გაწერეს, მას შემდეგ რაც მას ჭრილობები დაუმუშავეს, ხოლო 2 დაჭრილი ახალგაზრდა ამ წუთებამდე რჩება ჰელსინკორის კლინიკაში.